შენ აღმოჩნდი ადამიანი, რომელიც გაჩერდი აი ამ შეჩერდი აი ამ მიმართულებაზე და დაინტერესდი უფრო ღრმად. 4 შვილის მშობელი ვარ და ბავშვები ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანები არიან. დღეს მდგომარეობით მოწმე ბავშვი სავალდებულო წესით ასარგებლოს ადვოკატის დახმარების სერვისით. იმდენად რამდენადაც მშობელს აქვს ღრმა ემოციური კავშირი თავის შვილთან. Გავსი კავშირი ვერ იქნება ქვეყნად ვერავის. 17 წლის ასაკში რო რამე დააშავა, 19 წლის ასაკში ეს ბავშვი რო დავსაჯოთ. სამართლიანი არ იქნება. თუ ბავშვმა ერთხელ რამე დააშავა, არ არის სწორი ალბათ რომ შემდგომში მას შევახსენოთ რომ მან უკვე ერთხელ დააშავა. დისკრიმინაციული მიდგომა არის რეალურად, ხო, ბავშვს არ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რის შესაძლებლობაც აქვს დასრულ ადამიანს, იგივე სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობით. კიდევ ამბობ რომ ბავშვი არის ფუნდამენტი. და ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ბავშვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ბავშვების ასაკი ერთ-ერთი ფუნდამენტურია ადამიანის განვითარებაში და ამ დროს მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე შემდგომის დასრულების ასაკში აისახება. მოსამართლემ თითოეული ბრალდებულის თუ კანონთან კონფლიქტში ყოფი პირის მიმართ თანაბარი სასჯელები განსაზღვრა. რაც ჩემი აზრით დისკრიმინაციაა. თუ აფრთხილებდი ოჯახის წევრებს, რომ ცოტა ფრთხილად იყავით მეთქი შვილი რო ყავთ და უხეშად არ უთხრათ იქ არ წახვიდი, აქ არ წამოხვიდეთ, თორე შეიძლება დაგიჭირონ. წეგან თქვენ ახსენეთ სიმკაცრე. სიმკაცრის გამოვლენა ჩემი შეხედულებით ბავშვებთან მიმართებაში არ მგონია რომ იყოს სწორი. ცემა გვმართებს გამზელისა, რა ყმა ვნახოთ, ცუდად ზრდილიო და ჩვენ როდესაც საუბრობთ რომ გვინდა ბავშვის რესოციალიზაცია ციხის პირობებში ეს ტექნიკურად შეუძლებელია. მათ ბევრი ვესაუბრე იანუშ კორჩაკის მშობლების ათწნებაზე, როსხოისშვილს მოექცი ისე როგორც შენ გინდა რომ შენშვილს მოექცნენ. ბავშვისგან იყიდე მოპარული ნივთი. ხო წახალისე ეს ბავშვი და არა ხარ ნაძირალა ამას ვინც აკეთე? უფროსი თაობის ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ ბავშვი არის ქუჩაში ჯერ ახედან დავიწყოთ. და ასეთ დანაშაულსაც ჩადის კიდე ეს ბავშვი. მინდა რომ თქვენი შრომა დაფასდეს და ის ცვლილებები, რაზედაც მთელი წელი მუშავეთ, რეალიზდეს